მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის რეაქციის მეოთხე ვიდეო. მომეწონა ესეთი ფორმატი და ამიტომ გავაგრძელე. რეაქცია ისეთ მოვლენებზე, რაც ჩემთვის პირადად საინტერესოა და მნიშვნელოვანი. დღეს საუბარი მექნება ლევან ვასაძეზე. ლევან ვასაძე დაასანქცირეს რამდენიმე კვირის უკან და საქართველოში კი TBC ბანკმა და საქართველოს ბანკმა დაუხადაღა ანგარიშები მისი ოჯახს და ბიზნესების დაუხადაღა და წერილი გამოაქვეყნა ლევან ვასაძემ, სადაც ამბობს, რომ უარგუმენტოდ და არასამართლიანად დამასანქცირეს, იმიტომ რომ 2 წელიაო, ბევრი რამე ჩამოაყალიბა, მაგრამ ერთ-ერთი რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ლამის 2 წელია ტელევიზია აღარ აქვს და არც პოლიტიკაში აღარ არის. პოლიტიკაში იყო სულ რაღაც 1 კვირა. როგორც კი დაარეგისტრირა თავისი პარტია ერი, ეგრევე მოწამლეს ადამიანი და არავის გამოუძიებია. და 2 წლის შემდეგ რატო ასანქცირებენ? რატო ეშინია საქართველოში ოცნებას, ქოცებს და ნაცებს? რატომ ეშინიათ ლევან ვასაძის და რატომ ეშინიათ ლევან ვასაძის საქართველოს საზღვრებს გარეთ? ხო საინტერესოა. ერთ ადამიანს ამხელა რატო უნდა გეშინოდეს ერთი ადამიანის ასე? თან ლევან ვასაძეს ძალიან დიდი გავლენები აქვს და კონტაქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ, საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც, კონსერვატიულ ჯგუფებში. ამ წერილში ამ ერთ პატარა ეპიზოდს შევეხები და მანამდე კი მინდა გაჩვენოთ ერთი მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ. ძალიან მინდა გაჩვენოთ, მე ვისაც ვიცნობ, ყველას აქვს არასწორი წარმოდგენა ლევან ვასაძეზე და ყველა რაც წარმოდგენები აქვს ადამიანებს, არის სტერეოტიპები რა. ეხლა რამდენი გამოხდება, ხო ვიცი, ჯერთი ამ ვიდეოს ცოტა ნახვა ექნება, იმიტომ რომ ასეთ თემებზე ადამიანებს საერთოდ მოსმენა ეზარებათ და არც დიდად პოპულარულია სამწუხაროდ ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში და არა მარტო იყიდება ყველაზე დიდი გაყიდვა აქვს თრეშს, ანუ ნაგავს, რაც არის უბრალოდ უაზრო და არაფრის მომცემი. უბრალოდ გასართობი რა. მინდა ერთი მნიშვნელოვანი რაღაცას შევეხო, ანუ როცა ადამიანი გამოჩნდება და რაღაცა ძალას, ავტორიტეტს წარმოადგენს, სხვადასხვა ძალაუფლებაში მყოფი ჯგუფები ახდენენ ამ ადამიანის პიროვნების, ესე იგი, გაშავებას. ანუ რას ნიშნავს? დაცინვას, რომ დაციონ მათი რეიტინგი და აყალიბებენ არასწორ სტერეოტიპებს და ხალხი მე ამას აიტაცებს ხოლმე და არგუმენტების გარეშე ჯერათ. აი ადამიანს გააჩერებ და ეტყვი ლევან ვასაძე ვინ არის და რაღაცას ბოდიალოს, ბოდავს, რომ მაგალითად ეს არა და ბოდავს ზუსტად ოცნების და ქოცების და ნაცების ნარატივებს, რაღაც მოგონილ სისულელეებს, ბოდავს, რომ ეტყვი აი მაგას რომ ამბობ, გააქვს არგუმენტი, არგუმენტები უკვე ადამიანებს აღარ უნდათ, იმიტომ რომ ჯერა რა, ანუ პროპაგანდის ჯერა ადამიანს, რაღაცა ნაგავს ხვალე მოიფიქრებს ქოციან ნაცი, მე ეს მოусმენს და ჯერა, ანუ აზროვნების დეფიციტი, რომელიც მაგრად მაღიზიანებს. ჯერთი ის მაღიზიანებს, რომ ადამიანს რაღაცის გჯერა არგუმენტის გარეშე, ანუ არც წაგიკითხია, არც გაგიანალიზებია, არც გიფიქრია საკმარისად ამ თემაზე და რაღაცას მე ბოდავ, რომელიც ბოლომდე შენ თვითონაც გჯერა თუ არ გჯერა არც იცი. ანუ ეგრე გგონია. როგორ აკეთებდა ამას ნაცები და ქოცები? აგერ ნოდარ მელაძის შაბათი და ბევრი სხვა კიდე რაღაცა ბანძი შოუები ქონათ დადგმული და ესე აშავებდნენ ამ ადამიანს, პატრიოტ კაცს. მოდი აი განვიხილოთ. ჯერ ერთ ვიდეოს გაჩვენოთ და არც მოგაწყენთ დიდად თავს, ძალიან პატარა ეპიზოდს გაჩვენოთ, როგორ იწყებს ადამიანი. ეს არის ეს ტიპი, ვინც არის იმედის სამყარო და ოცნების ქოცი პროპაგანდისტი. და ეს აი ახლა შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, იმიტომ რომ ჩემს ვიდეოებში სულ იმას ვიძახი, რომ გინება და პიროვნულად შეხება არ არის სწორი მეთქი და ამიტომ თქვენ თვითონ შეაფასეთ. აი როგორ იწყებს შოუს ნახეთ. ანუ ლამის თელი საქართველოს კომბლების რევოლუციის თვითმხილველები აღმოჩნდით. შემართლა კომბალო. აი ხა უყურე. ამას როგორ რატო აკეთებს ტელევიზია, ეს მინდა წაგიკითხოთ რა. ეს არის ცნობილი მეთოდია, პროგრამაა ჩვეულებრივი. ტელევიზია აწვდის საზოგადოებას გარკვეულ კონტექსტს, რომლის მეშვეობითაც მაყურებელი ინტერპრეტაციას უკეთებს ამბავს, მაგალითად, ახალ ეროვნულ ძალას უწოდებენ რადიკალურს, ექსტრემისტულს, ფსევდოპატრიოტულს, იყენებენ ემოციურად დამუხტულ სიტყვებს. აი წეღარას თქვა ეხა მაგალითად იმ პროპაგანდისტმა.
რომ წარმოიქმნას ნეგატიური ასოციაცია ჯერ კიდევ მანამ სანამ არგუმენტები გაიჟღერებს. ხვდებით? ჯერ არგუმენტები არაფერი არ ყოფილა და უკვე ისეთი რამე შექმნა შთაბეჭდილება, რომ დაცინონ ადამიანს. და აქ არის აი სხვადასხვა მეთოდები, სატელიტური კომედიზაცია, როგორც ანუ პროპაგანდის ერთ-ერთი უძველესი ხერხია დაცინვა და ირონია. აფილირებული შოუები ხშირად აჩვენებენ ეროვნულ ლიდერს ან მოძრაობას, როგორც სასაცილო ფიგურას, როგორც ლევან ვასაძეზე გააკეთეს. გამოტოვებენ კონტექსტს და აჩვენებენ მხოლოდ უცნაურ ფრაზას ან მოძრაობას. ლევან ვასაძეზე ძალიან ბერჯული გააკეთეს ამ ბინძურაშვილებმა. აყენებენ სატირულ გადაცემებში ისე, რომ მაყურებელი არ იდენტიფიცირდეს სერიოზულად მასთან. ფსიქოლოგიური შედეგი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. აი, ვიცი 1-2 ადამიანი ნახავს მარტო ასეთ ვიდეოებს, დიდი ნახვები არ აქვს, მაგრამ ვერ მოვითმინე, რომ აი ამაზე არ გამეკეთებინა რეაქცია. ფსიქოლოგიური შედეგი არის ასეთი: დაცინვა უფრო ძლიერად ამცირებს ავტორიტეტს. ამას აკეთებენ ნაცები და ქოცები, გეუბნებით. ვიდრე პირდაპირი კრიტიკა, რადგან იწვევს სოციალური სირცხვილის შიშს. ეს ჭირს დღეს ჩვენ საზოგადოებას. მაყურებელს აღარ უნდა იდენტიფიცირება იმასთან, ვისაც დასცინიან. ხვდებით, აი ადამიანებს არ უნდათ იდენტიფიცირდეს ისეთ ჯგუფთან ან პიროვნებასთან, რომელსაც დასცინიან და შეიძლება მხარდაჭერი არის ადამიანის, მაგრამ ვერ იტყვის ხმამაღლა, იმიტომ რომ არ უნდა რა. ფსიქოლოგიური ხერხი უკვე ამაზე მაგრად მუშაობს. სელექციური გაშუქება. ტელევიზია აჩვენებს მხოლოდ იმას, რაც ხელს აძლევს მის ნარატივს. ეს ქმნის ინფორმაციულ დეფიციტს, ილუზიას, თითქოს ეს ძალა რეალურად არ არსებობს, ან მცირე გავლენა აქვს. ლევან ვასაძეს მცირე გავლენა მერწმუნეთ, რომ არ აქვს. ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოში, მაგრამ იმდენად მუშაობს ეს პროპაგანდა, რომ ჩუმად არიან ადამიანები ხმაუღლა ვერ ამბობენ მაგას. ფსიქოლოგიური ჩარჩო, შიშისა და სირცხვილის. გადაცემებში ჩნდება გზავნილები, ვინც მათ უჭერს მხარს, აგრესიულია. აი ხა ამ ვიდეოს ჩემს რასაც მე ხავ საუბრობ, რო ქონეს ბევრი ნახვა, მე ესე შემაფასებდნენ აგრესიულს, არასწორს და გაუნათლებელს. ნორმალური ადამიანი ამას არ იზიარებს, ამას აკეთებს ქართული ოცნება და ნაციონალები ძალიან ხშირად რა. და არიან ეს ერთმანეთთან ვითომ ორი ძალაა მარტო. ფსევდო ობიექტურობა და ცრუ ბალანსი. მოკლედ ბევრია რა, აი მე ბევრი მეთოდია, ალგორითმული და რეიტინგული კონტროლი, დამნაშავის ასოციაცია, ახალ მოძრაობას აკავშირებენ რაიმე მაღალწნეხიან ან მიუღებელ ჯგუფთან, თუნდაც სრულიად უსაფუძვლოდ. აი მაგალითად, ადამიანს აბრალებენ, რომ რუსეთის ისახარო აგენტიო, არგუმენტების გარეშე. როდესაც თვითონ არიან აგენტები, თვითონ უფრო დიდ საქმეს აკეთებენ რუსეთისთვის. და ადამიანს აი ნებისმიერი ვიდეო ჩართეთ რა, აი არგუმენტი ვინმე მითხრათ, რატომ არის რუსეთის აგენტი, როცა ადამიანი ამბობს, რომ არ გვინდა რა ეს რუსეთი, არ გვინდა რა ეს ამერიკა ან ევროკავშირის თავს მოხვეული რაღაცა ნარატივები და ვიყოთ ქართველები, ეროვნულები, ანუ ეროვნული ადამიანი, რაც მახსოვს ისტორიიდან, ეროვნულ ადამიანებს უბრალოდ ან კლავენ, ან ტყვიით კლავენ, ან მოწამლავენ, ან დაუდგავენ შოუს, ვითომ თავი მოიკლა. მოკლედ, და ლევან ვასაძე გადარჩა, ეს ცალკე ფენომენია. ისეთ ავადმყოფობებს გადაურჩა, რომ ეგ ალბათ შესატანია რაღაც განსაკუთრებულ იმაში რა, ანუ მედიცინის განსაკუთრებულ რაღაც დღიურშია შესატანი. ადამიანი ამ დროს როგორ შეიძლება გადარჩეს, რაც ამ ადამიანმა გადაიტანა ლევან ვასაძემ. საქართველოში ეს არ გამოუძიებიათ. ინტერპერსონალური დისკრედიტაცია, წარსულის ამოკვეთა, შეცდომების გაძლიერება, ვიზუალური манипуляცია, დაღლილი სახის, ემოციური პაუზების ჩვენება. მოკლედ რა მთელი აქ არის მთელი პროგრამა, როგორ შეიძლება ადამიანი გააშაო. ეს ყველაფერი ეყრდნობა მედია ფსიქოლოგიას. მიზანი არ არის მხოლოდ ინფორმაცია, მიზანი საზოგადოებრივი აღქმის კონტროლია. ტელევიზია ცდილობს არა არგუმენტების გადამოწმებას, არამედ ემოციური ველის ფორმირებას, სადაც ახალი ეროვნული ძალა აღარ ჩანს სერიოზულ მოთამაშედ. და ეს გაუკეთეს. ძალიან ბევრ პარტია ესე ჩაძირეს და ლევან ვასაძესაც ესეთი რაღაცა დაუდგეს. აი ამ ადამიანმა ესეთი რაღაცა, ამიტომ ერთ-ერთი მეთოდია რა. აი აქ არის ნოდარ მელაძის უკვე ოპოზიციის
ნაცების რაღაცა რაინდი ვასაძე ოლიგარს აუმხედრდა და აი ეს ამის ხალხს ჯერა მე. ჯერთი რაინდის წოდება. აი რატომ მიანიჭეს რაინდის წოდება და სხვათა შორის აქვს მაგაზე ნათქვამი ლევან ვასაძეს და ვიცოდიო რომ დამცინებდნენ მაგის გამო. რაინდის წოდება მიენიჭა ესე იგი, რატომ მიენიჭა რაინდის წოდება? ვასაძე გამოირჩეოდა ქრისტიანული ღირებულებით. აი, რატომ მიენიჭა? ეს იყო არგუმენტი. ნახეთ, ვასაძე გამოირჩეოდა ქრისტიანული ღირებულებების აქტიურ პროპაგანდით. იყო მშობლიური კულტურის, ენისა და განათლების მხარდამჭერი. მონაწილეობდა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებში და აჩვენებდა რაინდულ ქცევის, ღირსებისა და პატიოსნების მაგალითს თანამედროვე საქართველოში. რა ვიცი რა რაინდობა რა არის, რატოა დასაცინი? ღირსება დასაცინია ან მაგას ზრდილობიანობა დასაცინია? თუ ზრდილობიანი ხარ, დასაცინი ხარ? რა სამყაროა, ან რა საგიჟეთში ვარ? სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა ნუგზარ ბაგრატიონმა, რომელიც საკუთარ თავს მიიჩნევს ბაგრატიონთა დინასტიის პირდაპირ მემკვიდრედ, განაცხადა, რომ ეს ტიტული ვასაძეს მიენიჭა როგორც ეროვნული ღირსების დაცვისთვის გამორჩეულ ქართველს. მიანიჭეს რა? ეს წოდება სიმბოლურად წარმოადგენს საქართველოს ისტორიულ ტრადიციაზე დაფუძნებულ საპატიო ჯილდოს, რომელსაც სამეფო ოჯახი ანიჭებს იმ ადამიანებს, ვინც ემსახურება სარწმუნოებას, მამულს და ოჯახს. ანუ ძველ რაინდულ იდეალებს. და მართლაც რომ ლევან ვასაძე 8 შვილი ყავს ჯერ მარტო. ადამიანს ყავს 8 ანგელოზივით შვილი. და ადამიანი ფასდება როგორი ოჯახი ყავს ჯერ ერთი და როგორ არის თავის ოჯახში. მისი ადამიანობა აქედან იწყება და არა კარიერით, როგორ კარიერას მიაღწია. როგორც დღეს აფასებენ ხოლმე. მოკლედ ეს კლიპი ნოდარ მელაძე რო ესე აფასებს რაინდი ვასაძე ოლიგარქს აუმხედრდა და დაცინვით აქაც. ესე რომ მოიხსენიებენ, რეალურად აი როგორი სხვა რეალობაა, ხო? მაგრამ ვინმე დაგუგლავს ახლა ამას, დასერჩავს, მოიძიებს რომ რას ნიშნავს რაინდი. დაცინვით რა, ამას არავინ არ მოძებდა და რაინდი და კომბლე და რაღაცებს იძახიან ეს ბანძები და ბინზურაშვილები. მოკლედ, გავაგზავნოთ. მარგინალიზაცია. რა არის მარგინალიზაცია? მოდი, აი რაც გააკეთა ქოცებმა რაც გააკეთეს ლევან ვასაძის მიმართ. მარგინალიზაცია სოციალური მეცნიერების ენით მარგინალიზაცია ნიშნავს გარკვეულ აზრის ჯგუფის ან პიროვნების გამოკეტვას იმ პოზიციაზე, სადაც საზოგადოება აღიქვავს მას როგორც გადამეტებულს ან უცნაურს ან ფანატიკოს. ეს კეთდება იმ მიზნით, რომ მისი გავლენა შემცირდეს. ხალხმა აღარ მოისმინოს მისი არგუმენტები სერიოზულად. როგორ ხდება ეს მექანიზმურად? საინტერესოა რა, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. რა ხერხებით გვწამლავენ? სატირული კადრების შერჩევა. საინფორმაციო არხები აჩვენებენ პერსონას ემოციურად გამოკვეთილ მომენტებში. აგრესიულად, ხმამაღლა საუბრისას, რათა მაყურებელს დარჩეს დაბეჭდილება ფანატიკოსის. სიტყვების კონტექსტის ამოგლეჯვა. მისი სიტყვის ან ქმედების მხოლოდ ერთი ფრაზა გამოაქვთ ისე რომ აზრი დაამახინჯდეს. ლევან ვასაძეზე ხშირად აკეთებდნენ ამას. ლაბელირება. მიაწერენ ტერმინებს როგორიცაა რადიკალი, პოპულისტი, ფუნდამენტალისტი, რათა მასთან ასოცირდეს უარყოფითი ემოციური შინაარსი. რატომ აშინებს მსგავსი ფიგურები გლობალურ ლიბერალურ იდეოლოგიას? ლევან ვასაძე არის მართლმადიდებლური ტრადიციის ეროვნული იდენტობის და ოჯახის ინსტიტუტის აქტიური დამცველი, რაც ეწინააღმდეგება იმ იდეოლოგიურ ღერძს, რომელზეც დაფუძნებულია თანამედროვე დასავლური კულტურული პოლიტიკა. ასეთ ლიდერებს დასავლურ იდეოლოგიურ სივრცეში აღიქვამენ როგორც სისტემის რისკს, რადგან ისინი ხალხს უბრუნებენ კოლექტიურ თვითშეგნებას და სულიერ საფუძველს, რაც არღვევს იმ ფსიქოლოგიურ მოდელს, რომელიც მასობრივად მართავს საზოგადოებას, სარეკლამო პოლიტიკური და კულტურული გავლენით. ფსიქოლოგიური მექანიზმი, კოგნიტური დისონანსი, როდესაც ადამიანი ხედავს მედიის მიერ წარმოჩენილ აზრს და საკუთარ შინაგან შეგრძნებას შორის დაპირისპირებას, ტვინი ხშირად არჩევს დაჯერებას უმრავლესობისას, რათა სტრესს არ იდოს თავი. დასკვნა ასეთია, ლევან ვასაძისა და მსგავსი ფიგურების მიმართ შექმნილი სტერეოტიპები არ არის მხოლოდ პიროვნული კრიტიკა, ეს არის იდეოლოგიური თავდაცვა, რომლითაც სისტემა იცავს საკუთარ თავს. ისეთი ფიგურები, რომლებიც საუბრობენ სულიერებაზე, ეროვნულობაზე და ზნეობრივ თვითკონტროლზე, ყოველთვის გახდებიან სისტემური დაცინვის სამიზნე. რადგან მათ შეუძლიათ ადამიანი გახადონ თვითმმართველი და ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება გლობალურ კონტროლის მოდელს. მაგალითად, ესეთი ვიდეოები ხშირად რო გავაგზავნო და ნახვები ძალიან დიდი ქონეს, ზუსტად იგივეს გამოიყენებენ ჩემს მიმართაც. ქოცებმა და ნაცებმა ზუსტად ეს მეთოდები გამოიყენეს ლევან ვასაძის მიმართ და ხალხს ამის ჯერა. ჯერ ერთი ვიდეო მინდა გაჩვენოთ, აი როგორი
მახინჯი ფორმით ცდილობენ და როგორი სიძულვილი აქვთ ადამიანის მიმართ. ერთ-ერთი ვიდეო ძველია ეს. აი ადამიანისგან იღებენ, ესე იგი, ჟურნალისტი ქალი იღებს ინტერვიუს და ამ დროს რაღაცნაირად ადამიანია ეხა და გადასცდა ყელზე და ახველებს. და არ ეშვება, აი მთელი 5 წუთი ადამიანი ახველებს და ესეც კითხებს უსვავს. რანაირი ბინძურაშვილები არიან, როცა ადამიანი მათ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება და როგორი ბინძურ მეთოდებს იყენებენ ასეთი ადამიანის მიმართ. ესეც რაინდული მიმართვა, კაპასი ქალების მიმართ. არა, მე მგონია რომ რაინდზე ხო წავიკითხე რომ ესე იგი რატომ მიანიჭეს რაინდის წოდება და აი როგორ დაიწყო საუბარი ამანაც ამ ქალმა. ანუ დაცინვით. მე ვიცი როგორ დაცინვით იყენებს თქვენ ამ ტიტულს ხო, მაგრამ თუ გაინტერესებთ ჩემი შეხედულება, ნებისმიერი ადამიანის მოწოდება არის სიმართლის თქმა. როგორც არ უნდა ესმოდენ მას თავს, როგორც მას არ უნდა პროვოცირებდნენ, როგორ აგრესიულადაც მას არ უნდა მიმართავდნენ, როგორც არ უნდა შეურაცხყოფდნენ. ამიტომ რამდენიც არ უნდა დამწამოთ თქვენ მე სიგლი, ეცადოთ ჩემს წარმოგებებას პროვოკაციებზე, მე მშვიდად გესაუბრებით, არავითარი პერსონალური თქვენს მიმართ სიზულები არ მაქვს, მართლა ხელი მოგიმართოთ, რაც გინდათ ის აკეთოთ. მას ნიშნავს კაპასი ქალები. მე დავამთავრე. არ აღხსენდ რას ნიშნავს? რა აგიხსნა შენ ხარ კაპასი ქალი ამ შემთხვევაში და შენზეა საუბარი, რა უნდა აგიხსნას? ბღიზიანდები რა. კაპასი ქალების ქვეყანა. მე ვთქვი ის რაც ვთქვი, თქვენი ამოღლეს რო განმარტოთ რა კონტექსტიდან. განმარტეთ. კაპასი ქალების ქვეყანა რატო? შენ ხარ კაპასი ქალია ეხლა ამ შემთხვევაში. რატო გახდა კაპასი ქალების ქვეყანა საქართველოს? რა საინტერესო ხდება? მე მგონია აი შეხედეთ ადამიანია ეხლა და ადამიანურად გადასცა ყელში და ესე იგი ყელი გაუშრა და ახველებს ხო რაღაცა. ალერგია აქვს, რა ვიცი, ადამიანი ცუდად როა წყალი უნდა მიაწოდო, ხო? შეხედეთ აი უბრალოდ როგორი ბინძური მეთოდებით ცდილობენ რომ ადამიანი მაქსიმალურად თან კადრი რო კარგად ჩანდეს ეს მომენტი. ქვეყანა არასდროს არ გახდება კაპასი ქალების ქვეყანა თბილისში. მაგრამ თქვენაირი აგრესიული ტელევიზია მიკროფონი მიშვერილი და 1 წუთით ან წყალს არ მიაწვდიან არც არაფერი, ნახე. ესეთი ხალხია ზუსტად დღეს, რომ ადამიანი გვერდით რო კლაუდნენ, ან გვერდით ადამიანი რო კვდებოდეს, წყალს არ მიაწვდიან და კამერას გადაუღებენ ეგრევე, რომ აი კაი კადრია. ვაფშე და ძაღლს უფრო მეტ იმას ანიჭებენ, რა ქვია, ყურადღებას გამოიჩენენ ძაღლის და კატის მიმართ, ვიდრე ადამიანის მიმართ. არახუმანურობაა დღეს დღევანდელი კაცობრიობის სინდრომი რა. აი შეხედეთ და ნამდვილად ემსახურება აგრესიის ზრდას ჩვენს ქვეყანაში. თქვენ თქვით ასევე რომ პარტიებს არ აგძელებს. და მე პარტიები კი არა უნდა აგძელებს, არ აინტერესებს. ნახე, აი პროსტად დააკვირდით რა. აი თქვენი დეკით იმ ადამიანის ადგილზე ამ მომენტში აბა. და ესე შემოგიჩნდა რა. კაპასი ქალი. აირჩიეთ პიროვნებებს მიაქცენ უფრო მეტი ყურადღება. საკუთარ თავს გულისხმობთ. წყალი ხო არ გაქვთ ადამიანი, ანუ უყურებენ რა, ვინმე მიაწოდეთ ადამიანს წყალი. ბატონო, არა პარტიას, არამედ თქვენ უნდა დაგიჭიროთ. ძალიან ცუდად მისმენთ. ძალიან გიჭირთ დასკვნის გამოტანა მოსმენების შინაარსიდან და ვეცდები კიდევ ერთხელ გამიმართოთ. მე ვთქვი, როდის წყალს მომიტან. განა ამოჭრეს ეს კადრი. რა რატომ ანუ ეს რო იყოს ახლა მთავრობის წარმომადგენელი და კამერას უღებდეს ოპერატორი. როგორ ვფიქრობთ ახლა ამ კადრებს აჩვენებდნენ? არსებობს საპარლამენტო ან საკანონმდებლო ორგანოებში ორი მოკლედ აქ იმის თქმა მინდოდა ესეთი კადრები იმდენია რა როგორი ბინძური მეთოდებით ცდილობენ რა ადამიანის ესე იგი დაცინვას და ყველაფერს იზავენ იმისათვის რომ ადამიანებში გამოიწვიონ ანუ ის ძალიან დიდი კონკურენტია დამიჯერეთ ეხლა თქვენ შეიძლება რომ ვინმე ადამიანი მისმეს და თქვენც ხართ მოწანული ამათი პროპაგანდით და დამიჯერეთ რა
დასერჩეთ ადამიანი რა გააკეთა ისეთი რომ ასეთ დღეში ჩააგდეს რა. ლევან ვასაძის ბოლო დროს დასანქცირების შემდეგ გამოქვეყნებული წერილიდან მინდა ერთი მნიშვნელოვანი რაღაც წავიკითხო. დასავლეთი განუწყვეტლი უბიძგებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, მიიყვანონ ქვეყანა თვითმკვლელობამდე და აქციონ იგი რუსოფობიის გამანადგურებელი ალის მსხვერპლად. შედეგად 30 წლის შემდეგ მივიღეთ დემოგრაფიული კატასტროფა. საქართველოს მოსახლეობა 5.2 მილიონიდან შემცირდა 3.7 მილიონამდე. შევმცირდით და უმცირდებით ყოველ წელს. უფრო ნაკლები იბადება, ვიდრე გარდაიცვლება. ანუ გარდაცვლილი უფრო მეტია, ვიდრე დაბადებული. მინდა გითხრათ. ამიტომ 3.7 მილიონამდე შევმცირდით. განქორწინების მაჩვენებელი, რომელიც 80-იან წლების ბოლოს მხოლოდ 5% იყო, დღეს თბილისში თითქმის 70%-ს აღწევს. ნარკომანიის ეპიდემია 10,000 მომხმარებლიდან 350,000-მდე გაიზარდა იმავე პერიოდში. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვი 10,000-ზე ნაკლები მაჩვენებლიდან გაიზარდა 700,000-მდე. 1.5 მილიონი ემიგრანტი, 300,000 იმიგრანტი. ქვეყნის ტერიტორიის 22% ოკუპირებულია. 400,000-ზე მეტი დევნილი გვყავს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებსაც დაბრუნების შანსი არ აქვთ, როდესაც დასავლეთი გვიგრძელავს რუსეთთან საუბარსაც კი. დასავლეთის რჩეული სააკაშვილის რეჟიმის სასტიკი 9 წლიანი მმართველობისას 330,000-ზე მეტი დაპატიმრებული მამაკაცი, გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი ქართულ სასამართლოებში 0.5%-ზე ნაკლები და თითქმის არავინ გათავისუფლებულა გამოსასყიდის გარეშე. 9,940 ბიზნესი განადგურებული და ჩამორთმეული. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა 1%-ზე ნაკლებიდან 10%-მდე გაზრდილი. მოსახლეობის პირადი ვალები დასავლეთის კონტროლირებადი ბანკების მიმართ 0-დან საშუალოდ წლიური შემოსავლის 100%-ზე მეტად გაზრდილი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს დაემატა დასავლეთის შეუჩერებელი მოთხოვნა რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, რაც გარდაულად გამოიწვევს კიდევ ათასობით ქართველის სიკვდილს, ახალი ტერიტორიების დაკარგვას და 100,000-ობით ახალ დევნილს. სად გადის ის ზღვარი, სადაც ადამიანი ხმას იმაღლებს თავისი სამშობლოს დაღუპვის წინააღმდეგ, როდესაც სანაცვლოდ მხოლოდ ბუნდოვან მიუღწევად დაპირებებს იღებს. ნატოში შესვლას, რაც ავტომატურად ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაზე საბოლოო უარის თქმას და ევროკავშირში გაწევრიანებას, საიდანაც თავად ბრიტანეთმა ბრექსიტით გასვლა არჩია. ჩემთვის და უამრავი ქართველი მამისთვის წითელი ხაზი გახდა ჩვენი შვილების დასახიჩრება სქესის შეცვლის ოპერაციებით, მათი გარყვნა LGBTQ+ იდეოლოგიის პროპაგანდით სკოლებსა და უნივერსიტეტებში და მშობლებისთვის შვილების ჩამორთმევა დასავლეთის მხარდაჭერილი იუვენალური იუსტიციის კანონებით. დანარჩენი უკვე ისტორიაა, როგორც არ უნდა მეცადა, გარდაუვალი იყო, რომ ლიბერალური მედია და არასამთავრობო სექტორი დამასახელებდა საზოგადოების მტრად. არა მარტო ეგენი ლევან, არამედ მთავრობამ არანაკლებ დაგასახელა მსგავსად. სადისტად, კრიმინალად და რა თქმა უნდა, რუს ჯაშუშად, ზუსტად ისე როგორც აკრავენ იარლიყებს კონსერვატორებს მთელს მსოფლიოში. აი აგძელებს ვაცნობიერებდი რა იმ საფრთხეებს, რის წინაშეც შეიძლებოდა ჩემი ოჯახი დამდგარიყო, არასოდეს მომდომებია მათი კიდევ უფრო დიდ რისკის ქვეშ დაყენება და წლების განმავლობაში პრაქტიკული პოლიტიკისგან თავს ვიკავებდი. საქმე იმაზე მქონდა, რომ ადამიანი ლაპარაკობდა, ეხლა რაც წავიკითხე, აი ამას. ეს არის რეალობა. ეს არის რეალური პრობლემები საქართველოში. და ამაზე ვინ ლაპარაკობს? არავინ. და როცა ადამიანი ამაზე ლაპარაკობს, ამის გამო შეიძლება ხედავ როგორი საშიში იყოს მთავრობისთვის, ოპოზიციისთვის და მსოფლიო ასე გლობალური ძალებისთვის. როგორ შეიძლება მოექცეს ადამიანს, აი როგორ შეიძლება შენ მოგექცეს მთავრობა და აი ეგ ძალები, როცა უბრალოდ ეროვნული ხარ. აი არაფერს ესე იგი საშიში ხარ, იმიტომ რომ მაგათ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებ. და აი ესე გააშავებს და ამის ჯერა მე ხალხს. 2016 წელს ადამიანმა ჩაატარა, ანუ საქართველოში ჩამოვიდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონსერვატორები, საოჯახო კონგრესი ჩატარდა საქართველოში 2016 წელს, სადაც მთავრობა არ მივიდა, რაც მე ვნახე. და აი ასეთ ღონისძიებებს ატარებდა ადამიანი.
რა რუსის აგენტი და რა სიგიჟეები აქვთ ხალხზე მოხვეული და ხალხს რისის ჯერა წარმოიდგინეთ. პატრიარქიც იყო მიწვეული და ესწრებოდა ამას. დაპატიჟებულები იყვნენ მთავრობის წევრები, რომლებიც არ მივიდნენ. აი აქ წინა რიგებში ცარიელი რო არის, მთავრობის წარმომადგენლები დაპატიჟებული ყავდა და არ მივიდნენ. და მე ეს 2016 წელს და შემდეგ როცა უკვე ევროკავშირმა დაიწყო ოცნების მიმართ ძალდატანება, რომ რუსეთის მიმართ განეხორციელებიან რაღაც ძაფრი და აგრესიული ქმედებები, სანქციების სახით და ასე შემდეგ. იცოდნენ მთავრობის წევრებმა, რომ დაკარგავდნენ საკუთარ ძალაუფლებას, რა შეჭირდებათ ეხლა ომი, ხო ხტები, კარგად არიან მოწყობილები და დაიწყეს შეცვლა ნიღბების და დაირქვეს კონსერვატორები. სახელად დაირქვეს კონსერვატორები, მორწმუნეები, ძალიან ესე იგი რელიგიური ხალხი. ჩვენ მშვიდობა გვინდა, მშვიდობა იმიტომ გინდა ბიძია, რომ ესე იგი თანამდებობები არ დაკარგოთ და ფული არ დაკარგოთ. მშვიდობა მაგიტო გინათ. ხელში გყავთ ესე იგი მთელი საქართველო. მაგიტო გინათ მშვიდობა. და აქამდე ევროკავშირის დაკრულზეც ეკავდნენ და როცა უკვე ომში შესვლა აიძულებდნენ, ესე იგი მართლა აიძულებდნენ. მერე გადმოვიდნენ უკვე გახდნენ მორწმუნეები და და ამის ჯერა ხალხს. წარმოგიდგენიათ, აი ამის ჯერა ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ესე იგი სანამ ადამიანები არ ვისწავლით კრიტიკულ აზროვნებას, რა კრიტიკაში გულისხმობა, როცა რაღაცა მოვლენას კრიტიკულად შეაფასებ. ანუ განსაჯი რა. რაღაცას რო თავს გახვევენ, განსაჯოთ აბა. რამდენად რეალურია, რამდენად ჯანსაღია, იქნება გვატყუებენ კაც. ეგრე რამდენი პროპაგანდასაც მოგოხვევენ, დავიჯერებთ და აგერ იქნებიან სულ ორი ძალა. ნაცები, ქოცები და მაგათ ესე იგი ჩხუბს უნდა უყუროთ მთელი ცხოვრება. და ეს ადამიანი გამოჩნდება რაღაცებს შეთხზავენ, მობოდავენ და მე ჩვენ მაგას დავიჯერებთ, ხვდებით? დავიჯერებთ იმას, რაც რეალურად არ არსებობს. და რა შეიცვლება მაგის, არც არაფერი არ შეიცვლება, თუ არ ვისწავლით კრიტიკულ აზროვნებას და რეალისტურად არ შევაფასებთ რაღაცას და არ დავსვათ კითხვებს. მაშინ მუდამ ესე გაგრძელდება და არაფერი ცვლილებები არ იქნება.